მიმდინარე წელს მოხდა ხიჭაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, გარეს ფასადის გაკეთება, ასევე მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სკვერების, ასევე შეიცვალა სახურავიც. Ამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ სხვათა შორის გამოიწვია მოსწავლეთა ზრდა, ეს ერთგვარი მოტივაცია იყო ყველასათვის, მოსახლეობისათვის, რამაც ხელი შეუწყო კონტინგენტის ზრდას. ასევე მოტივაცია არის მასწავლებლების, მოსწავლების, ისინი სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართულები, მოიპოვეს გრანტები. უწყვეტად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საჯარო სკოლებში. დღეს მოვინახულეთ ქვემოვაშლოვანის საჯარო სკოლა, სადაც შენდება სკოლის ძირითადი სამსართულიანი შენობა და ასევე შენდება 5-სართულიანი საცხოვრებელი კამპუსი. ასევე მოვინახულეთ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლა, სადაც დასრულდა ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები, კერძოდ შეიცვალა შენობის სახურავი, შენობა სრულად შეიფუთა საფასადე ფილებით და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. და ასევე მოვინახულეთ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლა, სადაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახურავის შეცვლას და სახურავის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის სამუშაოები, შეიფუთება საფასადე ფილებით მთლიანი ფასადი. ჯამში აჭარის მასშტაბით 2023 წელს განხორციელდება და ნაწილი დასრულების ეტაპზეა 8 საჯარო სკოლის მშენებლობა და 60-მდე საჯარო სკოლის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები.